თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ნინო ადევნებთ თვალს კადრებს, სულ რამდენიმე წუთის წინ მოახერხეს მოქალაქეებმა, რომ გადაეკეტათ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი ისევ ტროტუარზე რჩება, ხოლო მოქალაქეების ნაწილი განლაგდა სწორედ საავტომობილო სავალ ნაწილზე გზის, მიუხედავად იმისა, რომ აქ გამოჩნდა რამდენიმე დაკავების მანქანა ეგრეთ წოდებული, გამოჩნდნენ ასევე პოლიციელები, რამდენიმე ეკიპაჟი მოვიდა, გაისმა აქ რამდენიმე გაფრთხილება მოქალაქეების მისამართით, რომ დაშლილიყვნენ უпроსტორად ისინი ამ კონკრეტული ნაწილიდან, ანუ საავტომობილო სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ უკვე ტროტუარზე, თუმცა მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, საბოლოოდ მოხდა ის, რომ მოქალაქეებმა მოახერხეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ხოლო ეს ეგრეთ წოდებული დაკავების მანქანები, პოლიციის ეკიპაჟი გაბრუნდა უკან. ამ წუთებში აქ პოლიცია არ ჩანს, მოქალაქეების ნაწილი გამოხატავს საკუთარ პროტესტს 331 დღესაც. როგორც ამას აკეთებენ თითქმის პრინციპში უკვე 1 წელია მოქალაქეები, მშვიდობიანად აქციის მონაწილეები უკრაინის, საქართველოს, ევროკავშირის დროშებით, საპროტესტო შეძახილებით დგანან რუსთაველის გამზირზე. გადაკეტილია ამ წუთებში რუსთაველის გამზირი, ხოლო მათი ნაწილი განლაგებულია ტროტუარზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა მოქალაქემ მოიყარა თავი, მიუხედავად ამ დრაკონული კანონებისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეში მინიმუმად ადამიანს უკვე 20 შეიძლება ითქვას დღევანდელი მონაცემებით აკავებენ ყოველდღიურად გზის გადაკეტვის საბაბით, თუ იქნება ეს პირბადის ტარების საბაბით, თუმცა მიუხედავად ამისა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში. გავესაუბრები აქციის მონაწილეებს. ნინია კაკაბაძეს ვხედავ, თუმცა არა, ვერ ვხედავ. შევეცდები, რომ ახლა აქციის მონაწილეებს გავესაუბრო. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. ლუკა, საღამოშტობის. ხედავთ 331 დღესაც თან ამ დრაკონული კანონების პირობებში, იმ პირობებში, როცა მოქალაქეებს მასობრივად ყოველდღიურად აკავებენ, მაინც მოხერხდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მოსული, გაისმა გაფრთხილებაც, თუმცა ფაქტია, რომ მოქალაქეები დგანან მაინც მშვიდობიანად და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. როგორ მოვედით აქამდე და ახლა რა ფაზაში ვართ, ეს მინდა კითხო ამ ბრძოლის. ხო, მივესალმები ტელემაყურებელს. მუქარის ფაზაა ნამდვილად ჩვენ ახსოვს ირაკლი კობახიძე როცა საუბრობდა, რომ იქ 50 ადამიანიაო რა, რომელიც კეტავს პერმანენტულად რუსთაველის გამზირს, 50 ადამიანზე მეტი უკვე დაჭერილია. შეხედეთ რა რაოდენობა რუსთაველის გამზირზე. ასე რომ ეს უკვე პრინციპული ამბავია რუსთაველზე, ხალხი უნდა იყოს, რადგან ეს აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის ნამდვილად დისკომფორტი და სადაც შეგვიძლია რომ ხელისუფლება დისკომფორტი შეუქმნათ, იქ აუცილებლად თითოეული ოპოზიციურად განწყობილი და საქართველოს მოყვარული ადამიანი უნდა იდგეს. ეს მარტივი ამბავია. აქამდე მოვედით ისე, რომ ქართულმა ოცნებამ, რაც რუსეთმა, ასე ვთქვათ, შეძლო რამოდენიმე წელიწადში, ქართულმა ოცნებამ ეს წელიწადში მოინდომა და არ გავუოთ, ეს არ არის არც რუსეთი, არც ბელარუსი. ხო, ეს არის საქართველო და საქართველოში ასე მარტივად არ ეგუებიან რაღაც დრაკონულ კანონებს. დიდი მადლობა. ისევ გიჩვენებთ კადრს, თუმცა ოპერატორს ვთხოვ, რომ მაქსიმალურად იდენტიფიცირების გარეშე, რა თქმა უნდა, იმ მოქალაქეების, რომლებიც დგანან უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე, რუსთაველის გამზირი 331 დღესაც არის გადაკეტილი. საღამოშიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობთ. მინდა კითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს და როგორ იქცა სიმბოლოდ რუსთაველის გამზირი მთელი ამ უწყვეტი საპროტესტო აქციების, ეს მინდა კითხოთ, ისმის სხვადასხვანაირი აზრი ხომ რუსთაველის პროტესტის ამ ფორმასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა შეიცვალოს, ხომ არ უნდა გაჩნდეს რაღაც ახალი ფორმები. აი ამ ფორმაზე, აი რუსთაველის გამზირის პროტესტის მნიშვნელობაზე გითხარით და როგორ გესახებათ თქვენთანაც ამ რეპრესიების, ამ გამკაცრებული კიდევ და კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული რეპრესიების პირობებში, თუნდაც აი ამ მეთოდით ბრძოლის გაგრძელება და მისვლა ფინიშამდე, რასაც შემდეგ გამარჯვება ჰქვია. რუსთაველის პროტესტი დღეს არის ერთადერთი პროტესტის კერა რუსთაველის და სხვა ქალაქებში, მაგრამ რუსთაველის იმიტომ რომ გზას ვკეტავთ, ერთადერთი პროტესტის კერა, რომელიც არსებობს და რომელიც ხელს უშლის და ნერვებს უშლის ქართულ ოცნებას, ამიტომ ცდილობს თავისი ველური კანონებით ყველანაირად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროტესტი გააჩეროს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღეს რუსთაველის პროტესტს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არსებობდეს. ეს პროტესტი არის ყველას იმედი, განსაკუთრებით პატიმრების იმედი და ასევე მთელი საქართველოს იმედი, ადამიანების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო აქ არ არიან, რეგიონებში ცხოვრობენ და ასე შემდეგ, რომლებიც გვეთანხმებიან, ჩვენთან არიან, ჩვენსკენ არიან და ჩვენ აქ უნდა ვიყოთ მათ დასანახად და მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ჯერ არ დაგვიკარგავს და არ დავკარგავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ აუცილებლად ჩვენი ქვეყნისთვის.
უღრმესი მადლობა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს მოქალაქეებმა საქართველოს ევროკავშირის დროშებით უკრაინის დროშებით ტრადიციულად მოქალაქეების ნაწილი დგას ტროტუარზე ხოლო მოქალაქეების ნაწილმა გადაკეტა დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რუსიკო კობახიძეა ჩვენ გვერდით რა არის თქვენი мотиваცია რა გაძლევთ ძალას რატომაც აი ამ დამკაცრებული კანონების პირობებში ამ რეპრესიების პირობებში დგახართ ისევ ქუჩაში კიდევ ერთხელ მეტი რა мотиваცია უნდა იყოს ჩვენ თუ ვერ გავიმარჯვეთ ჩვენ ვისხდებით ერთ დიდ ციხეში ყველანი თავის კოცებიანად ყველანი ვიქნებით დიდ ციხეში იმიტომ რომ ის რის მიღწევასაც რეჟიმი ცდილობს აი ამ მოხჩობით პროტესტის და მოგუდვით თავისუფალი სივრცეების ეს ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და ნუ მაგ გლობალის გზავნილი გაქვთ მოტანილი იბრძოლეთ იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის იმიტომ რომ მე უკვე აი ხა დღესაც რამდენი ადამიანი გამოფხიზლდა, როდესაც მისი მეზობელი დაიჭირეს, მისი ბიძაშვილი დაიჭირეს, მისი ქმარი დაიჭირეს, მისი შვილი დაიჭირეს, არა, ასე იქნებიან შემდეგ ეს დანარჩენი ადამიანებიც და იფიქრებენ, რომ რატომ არ ვიბრძოლეთ. უღრმესი მადლობა დაგიტოვებთ კადრს გიჩვენებთ რომ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია მოქალაქეებმა მოახერხეს რომ 331 დღესაც გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი ოპერატორს ვთხოვ რომ მოქალაქეების იდენტიფიცირების გარეშე მაქსიმალურად ვაჩვენოთ ეს კადრი როგორც გითხარით ცოტა ხნის წინ აქ რამდენიმე ეკიპაჟი იყო პოლიციის მოსული გასცეს მათ გაფრთხილებები რომ გადავიდნენ მოქალაქეები ტროტუარზე თუმცა მიუხედავად ამისა მაინც მოახერხეს აქციის მონაწილეებმა გადაეკეტათ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ამ წუთებში გამოჩნდა ადგილზე პოლიცია ამ კადრსაც გიჩვენებთ ბევრი პოლიცია შეიძლება ასეთი თქვას ათობით პოლიციელია მობილიზებული შორი ახლოს თუმცა ჯერჯერობით ისევ სიმშვიდეა და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით